თბილისში ამერიკული ტრაფიკების ობიექტი გაიხსნა რესტორნის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილი და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდნენ. ახალი რესტორანი, რომელიც ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე მდებარეობს, სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აქ არის შესაბამისი პანდუსი, საპირფარეშო და სხვა პირობები. ამავე რესტორანში უსინათლოებისთვის დამზადებულია მენიუ ბრაილის შრიფტით. გახსნის ცერემონიაზე რესტორანმა სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლა. კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა ჩვენს დედაქალაქს და ახლა მის სასწავლებელია როგორც დასაქმების თვალსაზრისით და სოციალური კუთხით, ასევე იმით რომ ეს ტერიტორია სადაც მხოლოდ ავტომანქანების გაჩერების ადგილები იყო, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად ცოცხლდება. საინტერესო ობიექტია ბევრი თვალსაზრისით და ბევრი კუთხით და განსაკუთრებით ბავშვებს და მოზარდებს გაუხარდებათ. უხარული ვარ, რომ თბილისში ამერიკული ბრენდის კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა. ეს არის იმის დასტური, რომ საქართველოში აქვთ საკუთარი ეკონომიკის რწმენა. ეს კარგი სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ მათ მიერ განხორციელებული ინვესტიცია იქნება შემოსავლის მომტანი და მათ აქ დახვდებათ სათანადო ცოდნით აღჭურვილი კადრები. გეგმა არის ესეთი, რა უნდა რესტორანი გავხსნა საქართველოში. ეხლა საშუალო ბრუნვა მთელი ჩვენი ქსელის არის 60 მილიონი წელიწადში, დასაქმებული იქნება 1800 ადამიანი. მერე გავხსნით ლოჯისტიკურ ცენტრს.